19 ნოემბერია 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშტობისა. მაგაზური დავა გამოირჩეს ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ჩავარდნილი დამხობა მძიმე ბრალდებებით დაჭერილი ოპოზიციონერები, ასაკრძალთა სიაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, რომელთა ბედს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. რაც არ უნდა გააკეთოს, გაგვაუქმოს, აგვიკრძალოს მონაწილეობა თუ ასე შემდეგ, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა იმ კუთხით არ აქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მიზანი ამ ყველაფრისა არის გასუფთავება საქართველოს პოლიტიკაში არსებული ეგრეთ წოდებული პარტიებისა, რომელთა მთავარი მიზანიც არის, რომ კონსტიტუციური წყობილება დაემხოს. რა გეგმა აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დამხობის მომხრე იყო. მურმან დუმბაძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი მიმალვაშია. მისი პარტია კი საქართველოს პარლამენტში. რა გეგმა აქვს ბრალდებულ ექს-პრემიერის პარტიას? გიგა ფარულავა თავისუფალ სივრცეში. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და ხელისუფლების გეგმებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. და ხაზია ემსახურეს საქართველოს ლიდერი მურმან დუმბაძე, მას ბათუმიდან ჩავთავთ ეთერში. საღამოშიდობისა ბატონო მურმან, მადლობა რომ გვერდთვებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო მურმან, 4 ოქტომბრის შემდეგ დაგეძებთ პირადად მე და ძალიან კარგი რომ დღეს შედგება ჩვენი საუბარი. ამიტომ უნდა დავიწყო 4 ოქტომბრის თქვენთან ეთერი. ბატონო მურმან, რატომ ვერ მოხერხდა მშვიდობიანი დამხობა, რომელსაც თქვენ აანონსებდით და აანონსებდნენ ის ლიდერები, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან. რამ შეუშალა ამ ყველაფერს ხელი, ბატონო მურმან? დღეს რა შეგიძლიათ თქვათ? კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ გამიგეთები ამაზე გამარტება თქვენთან პირადად საუბარში, თქვენთან ეთერში თუ არ გამიგეთებია კიდევ ერთხელ. ესე იგი, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მიმდინარე ხელისუფლება გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან, ის არ ატარებს არჩევნებს, ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ლეგიტიმური არ არის, ასე ვთქვათ, შიგა მხრიდან და მას არ აქვს საგარეო ლეგიტიმაცია. ანუ ის არ არის აღიარებული. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, რომ ხელისუფალს მოთხოვოს მისი გადადგომა. და როცა ხელისუფალი ამას ვერ ახერხებს, ამას როგორც წესი ეხმარება საქართველოს მოქალაქე. რით ეხმარება? კონსტიტუციის სხვადასხვა კონსტიტუციის ფარგლებში სხვადასხვა მეთოდებით. ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი შეძახილი, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი ხალხმრავალი მიტინგი, ეს შეიძლება იყოს სატელევიზიო გამოსვლა ახლა, რასაც მე და თქვენ ვაკეთებთ. უამრავი ფორმები არსებობს დემოკრატიის, როცა ხელისუფალი ვერ ხვდება, რომ ის არ არის ხელისუფალი, მას არ აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქისგან და არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ასეთი ერთ-ერთი დღე იყო 4 ოქტომბერი, როცა ვამბობდით, რომ ჩვენ დიდი რაოდენობა მოქალაქეების უნდა შევიკრიბოთ ერთ წერტილში და ბიძინა ივანიშვილს ერთად უნდა უთხრათ ვარი მის ხელისუფლების გაგრძელებაზე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლების გაგრძელებაზე, არ გამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერი გრძელდება. გამოვახვალ, გამოვაზეგ. ასე ადვილად მე არ მქონია იმედი, რომ 4-ში მივიდოდი და 9 საათში ეს ყველაფერი დასრულდებოდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ პროტესტს, აგრძელებენ უწყვეტად. პრაქტიკულად თუ ჩვენ ჩავთვლით 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგ არც ერთი დღით საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა. ეხლაც მიმდინარეობს დედაქალაქში საპროტესტო აქცია, ბათუმშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ეს აქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ ბიძინა ივანიშვილს არ ვაიძულებთ, რომ აწიოს ორივე ხელი, გადადგეს ხელისუფლებიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან. ის არ არის ხელისუფალი, მაგრამ მას ასე ვთქვათ, ყალებში უწოდებთ ხელისუფალს, არალეგიტიმური, ასე ვთქვათ, de facto ხელისუფლებიდან უნდა გადადგეს. ის იურიდიული ხელისუფალი არ არის, de facto ხელისუფლებიდან უნდა გადადგეს, სანამ არ გადადგება, გაგრძელდება 4 ოქტომბერი. აი ამის ეს არის შეიფასებია ამ თქვენს ეს თუ de facto ხელისუფლებაა, ბატონო მურმან, აბა ხელისუფლება ვინ არის მაშინ? დღეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს. და ხელისუფალი არ არის საქართველოში. საქართველოში
საქართველოში რომ ხელისუფალი იყოს, მაშინ ცოტა ქვეყანა სხვანაირად მოწესრიგდებოდა. გასაგებია ბატონო მურმან. ხელისუფლება. ბატონო მურმან, მოდი დავაზუსტოთ. ხელისუფლება ადამიანს, მოქალაქეს, საარჩევნო უფლებას არ ჩამოართვევს, შემოაყენს. ბატონო მურმან, ამაზე დაგისვათ კითხვა, ამაზე დაგისვათ კითხვას. მე ხდება ამაზე კითხვა თქვენთან, უბრალოდ 4 ოქტომბერი მინდა რომ ამოვწურო. თქვენ კოორდინაციაში იყავით პაატა ბურჭულაძესთან. თქვენ კი ამბობთ რომ მე არ მქონდა ამის არ ფიქრობდი რომ დაიწყებოდა და ამთავრდებოდაო, მაგრამ პაატა ბურჭულაძე გადაჭრით ამბობდა რომ 4-ში დაიწყებოდა, 4-ში დასრულდებოდა, შემდეგ იყო ისიც რომ ითქვა რომ უღალატეს და ვინ უღალატა თუ გაქვთ ინფორმაცია? არა არ ვიცი მე ამ თეორიებში არ შევდივარ ეს ერთადერთი კაცი ვარ მე მგონი ბევრისგან ცოტა განსხვავებულად ვფიქრობ ამ სიტყვა ღალატებს ვერ ვიტან და რაღაც იარლყების მიწებებას ესე იგი კიდევ ერთხელ რატო ამბობდა რომ 4-ში დაიწყებოდა 4-ში დამთავრდებოდა მაშინ ამას რომ მიპასუხოთ ბატონი პაატა ბურჭულაძეს ეს გამონათქვამი 4-ში დაიწყება 4-ში დამთავრდება ეს არის ფიგურალური გამოთქმა თქვენ არ გაიგონიათ მაგალითად თბილი ყინული ცხელი ყინული ასეთი სიტყვა გაიგონიათ? აი ფიგურალური იყო ის პრეზიდენტის სასახლესთან რაც მოხდა? ხო გაიგონეთ. ფიგურალური გამოთქვები, პრეზიდენტის სასახლესთან რა მოხდა ბატონო მურმან? პოლიტიკო ერთი წუთით და დამახასიათებელია ნებისმიერი ადამიანის იმისათვის რომ იმის რა თქმა უნდა ფიგურალური გამონათქვამია, აბა რას ნიშნავს? მე ვამბობ რომ 4 ოქტომბერი გრძელდება. არ არის დასრულებული 4 ოქტომბერი. ესაც ფიგურალურად ხო არ ამბობთ ამასაც? მე თქვენ ჩაგერთვებით აუცილებლად მოგცემთ ინტერვიუს და გეტყვის რომ 4 ოქტომბერი დასრულდა. ჯერჯერობით 4 ოქტომბერი არ არის დასრულებული. 4 ოქტომბერი გრძელდებოდა 4 ოქტომბრამდე. ანუ 19 ნოემბერსაც 4 ოქტომბერია. გრძელდება. ანუ 19 ნოემბერსაც 4 ოქტომბერია. კი ბატონო. გასაგებია. მასე მაძლევდა, ვახო. მასო ჟურნალისტი როცა მეკითხებოდა ასლანაბაშიძეზე, როცა ესე იგი კაცი მივიდა ხელისუფლებაში, ისე უნდა შევადაროთ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მაგალითები არ მომყავს, რომ მე იმ ქალაქიდან გერთვები, სადაც ეს ყველაზე კარგად ვიცი. ესე იგი, როცა ის აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ასლანაბაშიძე არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი. გესმით? რა დაახლოებით იგივე გარემოში ცხოვრობდით, რა გარემოშიც ახლა ვცხოვრობ. გასაგებია, მაგრამ ბატონო მურმან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვახო. ერთ დავასრულო, რომ შედარება გაკეთე. ესე იგი, კაცი აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ და არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი. და ყოველთვის 13 წლის განმავლობაში, სანამ ის იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მე მას არ ვჩნობდი, იმიტომ რომ კაცი არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი და აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. და ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ ხვდებოდნენ ქუჩაში, ვეუბნებოდი, რომ იმ დღეს დაიწყო მისი დამხობა, როცა ეს უსამართლო კანონით დაჯდა ხელისუფლებაში და ის აუცილებლად დასრულდება. და დასრულდა 2004 წლის თქვენ ანუ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდით. ივანიშვილიც გრძელდება ბატონო ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით იყო თავის დროზე ასლანაბაშიძე ხო მან და ანუ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდით. ზვიად გამსახურდიას ამ ნაწილში შემოვახო ზვიად გამსახურდიას ამ ნაწილში დაშვებული აქვს ფატალური ხასიათის ანუ არა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო თქვენ ახლა ამას ამბობთ შეცდომა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ვახო თუ მე არ მომისმენ არ მესმენ კიდევ ერთხელ ესე იგი ადამიან დაახლოებით როგორ თქვა იცი აი დე ფაქტო აი პაპუაშვილი რო არ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ დროს პაპუაშვილმა თქვას რომ მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გესმით დაახლოებით ამ დონის პარადიგმას ჰქონდა ადგილი. კაცი არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი და ზვიად გამსახურდიამ აირჩია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ეს იყო ზვიად ამიტომ დაუპირისპირდით ზვიად გამსახურდიას. ამიტომ დაუპირისპირდით ზვიად გამსახურდიას მერე. არა. მე რესპუბლიკური პარტია არა. 80 ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა 90 წლის 28 ოქტომბერს და მე მანამდე რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი. მე იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას ვაძლევდი ხმას და იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იყო თქვენი პარტია ზვიად გამსახურდიასთან, მაგრამ აღარ გვიდა ამაზე ლაპარაკი. რომლის წევრი ვიყავი? ამის გასაგებია. 4 ოქტომბრის იმ ღონისძიებას, რომელსაც თქვენ ამბობთ რომ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულაო, სალომე ზურაბიშვილმა ამას უწოდა რუსული პროვოკაცია.
პროვოკაცია. ნიკა გვარამიამ ციხიდან უწოდა რუსული პროვოკაცია და რას ნიშნავს რუსულ პროვოკაციაში იყავით ბატონო მურმან ჩართულები ყველა? არა, მე არა, ეხლა ვინ რას უწოდებს, ეხლა სხვისი აზრები ბუნებრივია, საინტერესოა, მაგრამ გადამწყვეტი არ არის ჩემთვის. თქვენთვის ხო ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი და მან გიწოდათ და ამიტომ ვინ იყო ჩემი პრეზიდენტი? ლეგიტიმურ პრეზიდენტად ხო აცხადებთ? მე არ გამომიცხადები არასოდეს 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. ეს თქვენი პრეზიდენტი იყო. იმ ადამიანების პრეზიდენტი იყო, ვინც დღეს ქართულ ოცნებას უჭერთ. ოპოზიციას თქვენი პარტნიორები სალომე ზურაბიშვილთან იყვნენ ბოლომდე. დიახ. უფრო მეცაც გეტყვის. ვინც მან პარადოქსი მოხდა ბატონო მურმან, მეც ხო მაქვს საშუალება რომ მეც მინდა რომ გითხრათ. პარადოქსი ის არის ბატონო მურმან სწორედ რომ ვინც ხმა მისცა, ისინი აღარ უჭერდნენ მხარს და ვინც მას რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს უწოდებდნენ, ისინი შემოიკრიბა ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა. ეს პარადოქსი ხო მოხდა? მე მელაპარაკე, ახლა მე სხვებზე ნუ მელაპარაკე, ჩემთან მურმან დუმბაძეს ელაპარაკე. მე სადმე დამინახეთ სალომე ზურაბიშვილის გვერდით? ის თქვენი პარტნიორები იყვნენ სალომე ზურაბიშვილთან, ვისთანაც თქვენ პარტნიორობთ, ბატონო მურმან. ესე იგი, კიდევ ერთხელ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის კატეგორიული ნათქვამით ვამბობ, რომ არის გაყალბების ხარჯზე დაჯდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად. საქართველოს მოქალაქეებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად არ აუჩევიათ. ის გააყალბა მოცემულმა ეგრეთ წოდებულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ. დღევანდელმა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა და როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ იქნება და როცა სასამართლო დარბაზებში მას შეკითხვებს მისცემენ, ერთ-ერთი შეკითხვა ამ 2018 წლის მეორე ტურზეც იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ნახეთ რა ხდება. არ ნახული რაოდენობის ადამიანების მოსყიდვა ხდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. 600,000 ადამიანს გადასცეს თანხა იმის სანაცვლოდ, რომ ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. 600,000 ადამიანის, ასე ვთქვათ, მოსყიდვა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და უცხოელი პარტნიორები არ გაგიდაწყდნენ ამ განცხადებაზე, ბატონო მურმან. ქთამის აღება, ერთი წუთით, ვახო, დავასრულე. როცა ბიძინა ივანიშვილი თითქოს ებრძვის მექთამეობას 2018 წლის მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების დიდ რაოდენობაზე გასცა ქთამი და ამ ქთამის გაცემის მოტივზე ვილაპარაკებთ სასამართლოში, როცა ბიძინა ივანიშვილი მივა სასამართლოში, როცა ის არ იქნება ხელისუფალი. გასაგებია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი აბა როგორ აღმოჩნდა მაშინ უცხოელი პარტნიორების თვისაც ლეგიტიმური და იმ პარტიებისთვისაც ვის თქვენს გვერდზე არიან? ვახო მე მელაპარაკეთ, მე მურმან დუმბაძეს, მე არ გასაგებია, მე უსმენ პარტიორებსაც, უსმენ მეგობრებსაც, უსმენ. ანუ თქვენთვის დღეს არაა ლეგიტიმური პრეზიდენტი ის უკვე. მე ბიძინა ივანიშვილსაც უსმენ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე უღებულობ. ეს არის ჩემი პერსონალური, სუბიექტური აზრი. და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ღრმად ვიყავი ამ საქმეში ჩახედული 2018 წლის მეორე ტურში მოხდა არნახული რაოდენობის მოქალაქეების რუსული პროვოკაცია იყო თუ არ იყო ბატონო მურმან? თავად ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძის ხელით, მაშინ ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი. ლევანდელ დღესავით მახსოვს, გამოვიდა გააკეთა ბრიფინგი, თქვა რომ 600,000 ადამიანს გადავცემთ რაღაც დავალიანებებს დაუფარავთ. გასაგებია, რუსული პროექტი. ეს არის მოსყიდვა. მე ამით იმის თქვა მინდა რომ მოცემული დღევანდელი ხელისუფლება არის მექთამე ხელისუფლება. ქთამის აღება არ ნიშნავს მარტო მექთამეობას. ქთამის გაცემაც მექთამეობა, ეს უნდა ვიცოდეთ. ბატონო მურმან, რუსული პროვოკაცია იყო 4 ოქტომბერი. ეს არ თქვა მარტო ზურაბიშვილმა, ეს შემოგითვალათ გვარამიამაც და რას ნიშნავს რუსული პროვოკაცია იყო? მურმან დუმბაძე რუსულ პროვოკაციაში რა შუაში იყო? არა, ნიკა თulis რომ რუსული პროვოკაცია იყო. მე გულწრფელი კაცი ვარ. მე 4 ოქტომბერს მივედი იმისათვის, რომ მე თქვა ბიძინა ივანიშვილის, რომ წადი ხელისუფლებიდან. ეს მუთხარი არ წავიდა. მე ვფიქრობ, რომ მოვა დადგება ეს 4 ოქტომბერი გრძელდება და გაძლევა აბსოლუტურ გარანტიას, რომ ჩვენს ნათქვამს ის გაიგონებს და მოუწევს მას ხელისუფლებიდან წასვლა. ამის აბსოლუტურ გარანტიას გაძლევს. ეხლა ჩემს ზურგს უკვე ხო ხედავთ, რომ ამ გარემოს ხო ხედავთ, რომ ხვალე რომ გათენდება ამისაკ ჯერ აქვს თქვენ.
რა თქმა უნდა. აი ასე მჯერავს, რომ მე და შენ გვექნება ურთიერთობა კამერასთან და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფალი არ იქნება. ამის გარანტიას გაძლევთ. გასაგებია, ბატონო ბურმან, ასევე მინდა კითხოთ, თქვენ საუბრობდით წეღან საარჩევნო კანონში შედის სულილება და ამის გამო ემიგრანტები თუ არ ჩამოვლენ საქართველოში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. რატო არის ეს თქვენთვის კრიტიკული საკითხი? კრიტიკული საკითხია ჩემო ახო, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გვილაპარაკია. 2024 წელს მე თქვენ ამ თემაზე ჩართვა მქონდა, იქ ხომ გაყალბების სხვა მასშტაბები იყო და სხვა მიმართულებით. მაგრამ მე ნახე რას ვაყენებ, მე მურმან დუმბაძე. ესე იგი 2024 წლის თავარი ასე ვთქვათ, კრიტიკული მომენტი, რის გამოც მე ვთვლი რომ არჩევნები არის გაყალბებული, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციური მუხლი, რომელიც აღიარებს არჩევნების საყოველთაობას. ანუ თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მას აქვს სურვილი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფალი ვალდებულია ასეთ ადამიანს შეუწყოს შეუქმნას გარემო მის მისაცემად. აი ასეთი ადამიანების რაოდენობა არიან ძალიან ბევრი კომპაქტურად დასახლებული ჩვენი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმა. მათ დაწერეს განცხადებები, შეიტანეს საელჩოებში, საკონსულოებში, სპეციალურ ონლაინ მიმართვებით დაფიქსირდნენ, მოხდა აღრიცხვიანობა, საქართველოს მოქალაქე მივიდა საარჩევნო ყუთთან, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. და ეს არ იყო 1, 2 და 3 კაცი. ეს იყო ათეულათასობით ადამიანი. ესე იგი, დაახლოებით აღრიცხვაში, ასე ვთქვათ, აღწერაში მოხდა 100,000-ზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მისმა მესამედმა ნაწილმა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაირღვა თავარი კონსტიტუციური მოთხოვნა არჩევნების საყოველთაობა. ამიტომაც 2024 წლის არჩევნები არის გაყალბებული, როცა საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევ უფლებას, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს იმ დროს. ეხლა ნახეთ რა ხდება. დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფალი ამბობს, რომ ის შეეცდება საარჩევნო კოდექსში შეიტანოს ცვლილება, რომლის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არ მიეცემა საშუალება უკვე ოფიციალურ დონეზე. ანუ საკანონმდებლო დონეზე არ მიეცემა საშუალება მივიდეს საარჩევნო ყუთთან და ასე ვთქვათ, აირჩიოს ან არ აირჩიოს ის ხელი მოკლედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ესეც კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევა. რატო არის კონსტიტუციის დარღვევა? იგივე ევროკავშირის ქვეყნებშიც არის პრეცედენტი, ბატონო მურმან. ევროკავშირის ქვეყანაა მალტა, სადაც იგივე კანონმდებლობაა, რასაც ახლა გვთავაზობს საქართველოს ხელისუფლება. დემოკრატიული ქვეყანაა მალტა, ხო? და არის იგივე რეგულაცია მოქმედებს, რასაც ახლა უნდა შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში. ეხლა ესე კიდევ ერთხელ თუ მალტასთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? დე-ფაქტო ხელისუფალს შეუძლია ეს კანონი მიიღოს, მაგრამ ეს კანონი არ იქნება სამართლიანი. ჩვენ ხო თუ ნახეთ რა ხდება, რატო ვახსენებთ ხშირად 4 ოქტომბერს? რატო ვახსენებთ ხშირად 4 ოქტომბერს? იმიტომ რომ ჩვენ სამართალს ვეძებთ. გესმი, 4 ოქტომბერი ერთ-ერთი ფორმაა სამართლიანობის მისაღწევად. ერთ-ერთი ფორმაა მიზნის მისაღწევად. 4 ოქტომბერი, იმიტომ ტრიალებთ ამის ირგვლივ. ვერ აღწევთ ამ მიზანს, რაც გინდათ, ბატონო მურმან. მალტაში არის ასეთი ამბავი, მაგრამ მალტაში მოსაწონია, აბა მალტელს კითხეთ თუ არის მოსაწონი. ევროკავშირის ქვეყანაა, რას ნიშნავს, ბატონო? ხო, ვედრებით ევროკავშირის ქვეყნებს. ნახეთ მე რას ვამბობ. დიახ. არა, ნახეთ მე რას ვამბობ. მე ვამბობ, რომ თუ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს, მას უნდა შეუწყო ხელისუფალმა, რომ მან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. გესმის რის თქმა მინდა? და საქართველოს კონსტიტუცია ამას შვენივრად აღიარებს. ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები უნდა იყოს ფარული, ასეთი და უნდა იყოს საყოველთაო. ანუ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ ლაპარაკობთ ასე? ემიგრანტების სახელით რატო ლაპარაკობთ, ბატონო მურმან? აი პოლიტიკოსებით გახართ და ემიგრანტების სახელით ლაპარაკობთ. თქვენ გააქვთ მათი მანდატი? მე ვახო ბოლო 3-4 წელია უცხოეთში ვარ. მე შემიძლია დაგისახელო 10 ძალიან ბევრი, ძალიან კომპაქტური დასახელების ქალაქები, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში,
ფილადელფიაში, ნიუ-ჯერსიში და ძალიან ბევრი, სადაც კომპაქტურად ძალიან ბევრი ქართველია და აქვს სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლების დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა. ეხლა ჩვენ ვეუბნებით, რომ იცი რა, ჩვენ საარჩევნო კანონში უნდა შევიტანოთ ცვლილება და თუ გაინტერესებთ ძალიან არჩევნებში მონაწილეობის მიღება, აიღე, გადაიხადე $1500 ბილეთში, ჩამოდი არა, ემიგრანტები იცით რა არის? თქვენი მომხრეების მხრიდან მომისმენია პირადად მწვავე განცხადებები მათი მისამართით. ბატონო მურმანდა, მაშინ არ გამოსულხართ არავინ და იგივე თქვენი მომხრისთვის. არ გითქვამთ რომ ცდებითო. ეხლა მე გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, მოვისმინოთ თამრიკო ჭოხონელიძის ერთი განცხადება, რომლითაც ის დაახლოებით 1 წლის წინ გამოვიდა. ნახოთ თამრიკო ჭოხონელიძის ეს განცხადება. ჩამობრძანდი თუ ესე ძალიან გინდა შენი საქართველოს კეთილდღეობა და აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე და აქედან მელაპარაკე ის, რასაც იქიდან ისვრე აი ამ სიტყვებს, არ გცხვენიათ რებს აკეთებთ. ემიგრანტები, აი სამარცხვინოები ხართ თქვენ. შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა, არც კი გცხვენია თქვენ რასაც აკეთებთ. გაჩუმდით მაინც დაიმალეთ, ვირთხებივით, თქვენ არა გაქვთ უფლება. თქვენ არ გაქვთ უფლება სიტყვა წარმოსთქვათ საერთოდ ქართველებთან, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან. რატო არავინ არ გამოეხმაურეთ აი ამ განცხადებას თავის დროზე, ბატონო? ვახო, გავიგე, მე მელაპარაკე, მე გელაპარაკებით, დიახ. ხო, ინდივიდუალური დიახ, დიახ. მე მელაპარაკე. ესე იგი მე რას ვამბობ, ნახე, მე რას ვამბობ. მე ვამბობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიღმა დაახლოებით ცხოვრობს იმდენი ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლის 1/3-ია. ჩვენ ხელისუფლებებს რომ ვაკომპლექტებთ მარტო ასე ვთქვათ საქართველოს სახელმწიფოს შიგნით ცხოვრები საქართველოს მოქალაქეებით, ამიტომაც არის ამდენი იწილობიწილო. ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა რომ ხელისუფალი ავირჩიოთ, შენი მოგეწონება, მეორეს მეორე მოეწონება, მესამეს მესამე მოეწონება, მაგრამ არჩევის შემდეგ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოვართვათ და ამ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სრული ჰარმონია უნდა იყოს მანამდე, სანამ ის არის ხელისუფალი. გესმის? რის თქმა მინდა. აი ახლა ასეთ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ხელისუფლება ავირჩიოთ მარტო იმ მოქალაქეება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შიგნით ცხოვრობ და საქართველოს ტერიტორიის მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს ამის უფლება შეზღუდული ექნებათ, მაშინ გამოდის რომ რა შეეხება თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას, ბატონო მურმან? კანონიერად ავირჩიოთ, მაგრამ არ იქნება სამართლიანი და სამართლიანი რო არ იქნება, ამიტომ მე და თქვენ მოგვიწევთ 4 ოქტომბერზე საუბარი. ესე იგი, რა შეეხება თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას? მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმური, ეს არის დე ფაქტო ხელისუფალი მიხდით და ჩვენი ამ ბიძინა ივანიშვილი ხო ხდება ამდენს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ისე უნდა მოიქცეს, რომ ის გახდეს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური. მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ისე რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, ასე ვთქვათ, საყოველთაო არჩევნებში ყველამ ერთი ადამიანი, ერთი ხმა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. პირველ მივალ და მე ჩამოვართმევ ხელს. მაგრამ ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ საზღვარგარეთიდან მოსული ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ეს არ არის 3/4, ეს არ არის 4/5, ეს არ არის 2/3, აბსოლუტური უმრავლესობა. თითქმის 100% არ მოდის ხელისუფლების სასარგებლოდ. მარტო ბოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რომ დავთვალოთ, დაახლოებით 30,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამ 30,000 ადამიანში მხოლოდ 7.5% იყო ნიუ-იორკიდან ჩამოსული ხმები. მე მივხვდი ბატონო მურმან, მე მინდა რომ თქვენც მიხვდეთ რაც კითხეთ, გავუშვი ვიდეო და თქვენი შეფასება იმ განცხადებაზე, რომელიც მოგასმენინეთ. თქვენი აქტიური მხარდამჭერია ოპოზიციის ქალბატონი თამრიკო და რატომ არ დაგმეთ ეს განცხადება არავინ? ესე იგი, მე ახლა თქვენ გინდათ რომ ქალბატონი თამრიკო მოგეწონათ ეს განცხადება? ეს არის. ახლა თქვენ გინდათ რომ ახლა მე არ მინდა მოგეწონათ ეს განცხადება თუ არ მოგეწონათ? განცხადებაზე მე გავაკეთო განცხადება. მე გავაკეთებ განცხადებას ჩემ თავზე და ჩემ შეხედულებაზე, საგანზე, მოვლენაზე და პროცესზე, რას ფიქრობ მე ახლა. ქალბატონი თამრიკოს აქვს მისი აზრი და ბატონო მურმან, რომ აქვს საკმაოდ გონიერი ქალბატონია და პასუხს გაგცემს. გასაგებია. გავიგე ბატონო მურმან. გაგარემოში და რა ფრაგმენტიდან ამოჭრილი ეს იყო. ჩემი ამოცანა საქართველოს ყველა მოქალაქეს ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს ვიბეში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. და ბოლოს მინდა ბატონო მურმან კითხოთ.
ბოლოს მინდა კითხოთ. დაკომპლექტდება ხელისუფლება, კი ბატონო. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე ბატონო მურმანი პასუხობს. 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბრით ასეთი არალეგიტიმური ხელისუფლება აუცილებლად დასრულდება და გაწყობს ამის თქმა. ბატონო მურმანი გაწყობს ამის თქმა. მაშინ წინასწარ შევთანხმდეთ რა უნდა გავაკეთოთ. ბატონო მურმანი, არც ერთი რესპონდენტისთვის არ მithქვამს რა უნდა თქვას და რა არა წინასწარ და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და მაგით მე ვერ წამომაგეთ. ბატონო მურმანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება როგორი არის? მოკლედ რომ მიპასუხოთ. ესე იგი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებაზეა ლაპარაკი. დიახ. რომელიც მიშა სააკაშვილის მიშას დროს 2006 თუ 2007 წლები. ეხლა რა არის, იცი, როგორც კი სამხრეთ ოსეთს ახსენებს ჟურნალისტი მე შეკითხვა დამისვეს და მე ეგრევე მახსენდება რუსეთი, რომელსაც ოსეთი აღიარებული აქვს. და გასაგებია რომ რუსეთთან ჩვენ ურთიერთობები დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, რუსეთთან ურთიერთობები ძალიან პრაქტიკულად ასე ჩაწერეს სამწუხაროდ, ასე ჩაწერეს კანონში, იქ არის მე ჩხილებში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. დიახ. სირიაში შეიცვალა ხელისუფლება და მგონია რომ საჩვენო ხელისუფლება მოვიდა და სირია რატო ახსენებ სირიას? იმიტომ რომ სირიას სამხრეთ ოსეთი აღიარებული აქვს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეხლა დე ფაქტო ხელისუფალს მიმართავ. დამისახელეთ ერთი დიპლომატი თქვენი რიგებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საკონსულოებიდან, დამისახელეთ ერთი თქვენი მეგობარი ქვეყნიდან, რომელმა იმუშავეთ იმისათვის, რომ სირიას სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაეღო. არც ეს არ გაუკეთებია, აზრათაც არ მოსულა. რა დრო დროებითი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება. გააკეთეთ ის საქმე, რაც თავარია. სირია არის გასაუქმებელი ბატონო მურმანი თუ არა ისე ხელისუფლებაა მოსული საჩვენო ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ჩასული მისი ლიდერი და ტრამპ შეხვდა კაბინეტში გამოიყენეთ ეს შანსი გამოიყენეთ დასავლეთი გამოიყენეთ ევროპა იმიტომ ვეუბნები რომ ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს ყველა რესურსი. გასაგებია, ბატონო მურმანი, გასაუქმებელი არის თუ არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. რესურსი განსაკუთრებით ამოწურული აქვს. მას საქართველოს სასარგებლოდ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. ამიტომ წადით, გამშრალდით, მოვა ახალი ხელისუფლება და დაალაგდება ეს ქვეყანა. მოვა ახალი ხელისუფლება სამართლიანი კანონების გავიგეთ ბატონო მურმანი გასაუქმებელი არის თუ არა მოკლედ რომ მითხრა და უნდა დაგემშვიდობოთ საქართველოს მოქალაქეს ეყარება ხელისუფალი და ხელისუფალს ეყარება საქართველოს მოქალაქე ეს არის ჩემი ამოცანა თუ ამას ბიძინა ივანიშვილი გაიგებს ძალიან კარგი თუ ვერ გაიგებს მაქსიმალურად შევეცდები რომ უფრო ხმამაღლა ვიყო უფრო ხმამაღლა ვიძახო და უფრო ხმამაღლა ვეტყვი წადი ბიძინა მოგშორდი დაგვანებე თავი მე-14 წელია ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში. ბატონო მურმანი, მეორე წრეზე წახოდით, ბატონო მურმანი და კითხვაზე ან პასუხობთ. რა გააკეთე ამ წლების, ამ თვეების განმავლობაში, როგორც სირიაში ხელისუფლება შეიცვალა, იმისათვის რომ ეს აღიარების ნახვამდის. მადლობა. წადი, მოგშორდი, წადი შენ საყვარელ მოსკოვში და რუსეთში. ეგ არის ჩემი ბატონო მურმანი, მადლობა მურმან დუმბაძეს. კიდევ ერთხელ. დიახ. უნდა დავასრულოთ ჩართვა. მურმან დუმბაძე საუბრობდა ემსახურეს საქართველოს ლიდერი და გიგა ფარულავა შემოგვერთა საქართველოს პარლამენტის წევრი გახარია საქართველოს საგამშვიდობისა. მადლობა რომ მოხვდით. მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს, მადლობა თქვენ მოწვევისათვის. დაიწყეთ თქვენ საქართველოს პარლამენტში მუშაობა. ერთწლიანი თუ არ ვცდილობდები, ერთი წლის შემდეგ შეხვდით, ხო ზუსტად. გარდა იმისა, რომ ნახეთ, მოვისმენთ თქვენი განცხადებები, ამის იქით რას აპირებთ? თუ გაქვთ ინიციატივები, შეთავაზებები, რას გეგმოთ? მოდი სანამ ამ კითხვაზე გადავალთ, თქვენის ნებართვით მინდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას შევეხო, რაც დღეს საქართველოს დამიმართებაში ასე ვთქვათ, გაცხადდა, ეს იყო სულ რამოდენიმე საათის უკან ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მათ განაცხადეს, რომ მიმართეს ხელისუფლებას, მოისმინეთ ალბათ ეს განცხადებას, მიმართეს ხელისუფლებას ჩორჩანა საგუშაგოს მოხსნასთან დაკავშირებით და ამის მთავარი საფუძველი, როგორც თვითონ მიუთითებენ, არის პროკურატურის ის განცხადება, ის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა და ასე ვთქვათ, დაიწყო ეს სამართლებრივი პროცესი.
პროცესი. ამ კონკრეტულ ფაქტზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით და აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ კონკრეტულ საქმეს, როგორც ჩორჩანას საქმეს, ასევე 20 ივნისის საქმეს, ბუნებრივია სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ ერთი რამ ხაზგასმით ვთქვით თავიდანვე, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული საქმე არის. ამაზე ვაპირებდი ისედაც კითხვის დასმა, რაც დაგისვით კითხვა იქნება და აუცილებლად გიპასუხებთ მაგ ნაწილს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს კონკრეტული საქმე არ მიემართება მხოლოდ გახარიას. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩორჩანას საქმე იმდენად სენსიტიურია, რომ ის პირდაპირ მიემართება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას, რაც კიდევ ერთხელ გაცხადდა, თუნდაც იმ განცხადებით, რაც დღეს, ასე ვთქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა გააკეთა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მე ასევე შევახსენებ. დავეყნოთ ხოლმე დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს, რომ დავეყნოთ ხოლმე. დავეყნოთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ვართ. მე ასევე შევახსენებ საზოგადოებას იმ განცხადებებს, რომლებიც თუნდაც 2019 წელს, როდესაც ეს კონკრეტული საგუშაგო ჩაიდგა საქართველოს ტერიტორიაზე და მოხდა იმ კონკრეტული ტერიტორიების დაცვა, რომელიც მაშინდელ, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ საოკუპაციო რეჟიმს და რა თქმა უნდა, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ მიეტაცათ ის ჩვენი ტერიტორიები, მაშინაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველა ძალღონეს იღონებდნენ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული საგუშაგო მოეხსნათ იმ ტერიტორიიდან. სამწუხაროდ, სწორედ ამ პროცესის გაგრძელებას ვადევნებთ თვალყურს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ნაწილში, ამ საგამოძიებო კომისიის ნაწილში, როდესაც გაჟღერდა ეს კონკრეტული ბრალდებები, მაშინაც, ასე ვთქვათ, საოკუპაციო რეჟიმმაც, ასევე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ჩვენ და სამწუხაროდ მოიწონეს პროცესის წარმომადგენლების ბატონო გიგა, მე ამაზე კამათში, იმიტომ არ შემოვდივარ ახლა თქვენთან. შეხედეთ არა, აქვე უნდა გაქცე ის ხო მონოლოგის რეჟიმში ხო იქნება. აქვე არა, ეს თემა მინდა რომ ამოწურო, რაზეც თქვენ ლაპარაკობდით. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე იყო ბატონი გახარია მისული ამ თემასთან დაკავშირებით. შემდეგ იყვნენ სხვადასხვა მოწმეები საქართველოს პროკურატურაში მისულები და საბოლოო ჯამში რაც გავიგეთ აი ამ დასკვნიდან ისა რომ შეუთანხმებლად მოქმედებდა სხვა სამინისტროებს რო თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება ამას ედავებიან ბატონ გახარიას ხო მართალი ვარ. შეხედეთ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს კონკრეტული საქმე საფრთხეს უქმნის ჩვენ შეთანხმებინა ამას ედავებიან. დავასვახოთ თქვენ მართლა გგონიათ რომ გახარია მესაგუშაგო რა ვიცი სულზე მოიკიდა არავის რო არის თუ არის სხვა რაღაცას გეკითხებით არ შეათანხმაო ანუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთანო დიახ ახლა თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დღევანდელ ტექნოლოგიების ერაში ის განცხადებები რა განცხადებებსაც ოცნების წარმომადგენლები მათ შორის იმ დროინდელი სუსის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი პირები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ კონკრეტული საგუშაგოს ჩადგმიდან რამდენიმე დღეში. შესაბამისად, ეს თავიდანვე ბუნებრივია, ეს ხო არ იყო რაღაც 10 წუთიანი, 1 საათიანი ჩანაწერები მიიტანა. ამ კონკრეტულ საქმეზე, რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესი არის. ჩვენ ბუნებრივია შესაბამისი როგორც კითხვები, ასევე კონკრეტული პასუხები გვექნება ეს სამართლებრივი ნაწილი. მე რასაც ვამბობ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება, დღეს ცალსახად გამოჩნდა, როდესაც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი და საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს ხელისუფლებას უყენებს უკვე პრეტენზიას, ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ის საგუშაგო რომელმაც მაშინ დაიცვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ეს საგუშაგო მოხსნან იმ კონკრეტულ ლოკაციაზე. ჩვენ ვაკონტროლებდით იმ ერთ ჰექტარს. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ამაზე არაერთი განცხადებები არის, როდესაც მათ ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, თავიანთი მიერ შექმნილი რუკებით 1922 თუ 20-იანი წლების რუკებით ცდილობდნენ ქართული მიწების მისაკუთრებას. დანარჩენი სამართლებრივი ნაწილში არ შევალ, ვინაიდან ამაზე ჩვენს წარმომადგენლებს აუცილებლად ექნებათ მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენებებს აძლევენ დღეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ბუნებრივია კითხვები. რაც შეეხება
შეეხება ჩემს შეკითხვას, შეხვედრით პარლამენტში რას აპირებთ? რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩვენ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტის შემდეგ დღეს ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ბუნებრივია ჩვენ ვაპირებთ საპარლამენტო ტრიბუნის აქტიურად გამოყენებას, მათ შორის თქვენ მოგეხსენებათ თითოეული ჩვენთაგანი ფრაქციის წევრები გადანაწილებული არიან შესაბამის კომიტეტებში და ბუნებრივია უკვე შესაბამის ასე ვთქვათ დარგობრივ კომიტეტებში ვაპირებთ აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი, გქონდეს ასე ვთქვათ შესაბამისი ინიციატივები, რომელზეც უკვე ბუნებრივია მუშაობთ და უახლოეს პერიოდში აუცილებლად წარვადგენთ კონკრეტული მიმართულებებით. ეს შეეხება სიტყვაზე მინიმალური ხელფასის დაწესებას თუ ასე ვთქვათ. ანუ გაქვთ ინიციატივები? რა თქმა უნდა, გვაქვს ინიციატივები, რომლებიც ისევ და ისევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამიდან გამომდინარეა და ბუნებრივია ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის განხორციელებას. საკითხი ამოიწურა თქვენ ჩემთან პირველად ახართ ეთერში, ამიტომ ამაზეც უნდა გითხოთ, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. მე ეს შეკითხვა დაუსვი, ქალბატონი სოფო იყო თქვენგან და თქვენთვის ამოიწურა ეს საკითხი, არის ლეგიტიმური, არ არის ლეგიტიმური, სად მუშაობთ, მოკლედ თქვენ? ჩვენ დღეს ვართ პარლამენტში, როგორც წეგან აღნიშნე, ჩვენ ვაპირებთ აქტიურად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა, ისევ და ისევ იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო ტრიბუნიდან არის მოდეს მხოლოდ ოცნების პროპაგანდა და ბოლო 1 წელი, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით, რომ ფაქტიურად საპარლამენტო ტრიბუნა იქცა და პარლამენტი იქცა ერთპარტიული ოცნების ასე ვთქვათ ოფისად, ეს არ იყოს ასე. ჩვენ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლეგიტიმაციის საკითხს, ბუნებრივია დღეს ისეთ გარემოში ვართ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ოცნების ძალაუფლებას, რომელთაც ის ჩვენ და სამწუხაროდ მართავს ჩვენ სახელმწიფოს და როდესაც მე წეგან ვამბობდი სწორედ ჩორჩანას საკითხით დავიწყე, სწორედ ეს ძალაუფლების მისი მიტაცება და გამოყენება გულისხმობს იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატება. მარტივად რომ მითხრათ, ლეგიტიმურია საქართველოს პარლამენტი თუ ისევ გონიათ რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმურ პარლამენტში ხართ? აი პირდაპირ მითხარით. ლეგიტიმურობა თქვენ ამბობთ რომ არ იყო და ჩვენ შეხედეთ, ჩვენ ვაღიარებთ დღევანდელ მოცემულობას, ვაღიარებთ იმ ძალაუფლებას, რომელსაც ფლობს ხელისუფლება, რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ლეგიტიმაციის საკითხი გამომდინარეობს მათ შორის 2024 წლის არჩევნებიდან იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი, იყო თუ არა სამართლიანი და ხელისუფლების არჩევა მოხდა თუ არა. ეგ ვიღაცისთვის სადაო არის, მაგრამ თქვენთვის რა აღრის სადაო? ძალიან მარტივი, შეხედეთ. ვიღაცა იძახს რომ არალეგიტიმურიაო და არ შევიდნენ პარლამენტში, მანდატებზეც უარი თქვენს და თქვენთვის არის ეს მოცემულობა რომ შეხვედით დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით. ჩვენ აი სწორედ თქვენ რაც აღნიშნეთ, ვიღაცისთვის ეს პარლამენტი არის ლეგიტიმური, ვიღაცისთვის არის არალეგიტიმური. ჩვენ ვაღიარებთ დღევანდელ მოცემულობას, ვაღიარებთ დღევანდელ მოცემულობას. ეს ნიშნავს ლეგიტიმაციასაც, მოცემულობას როცა აღიარებთ. ნიშნავს ვაღიარებთ დღევანდელ მოცემულობას, ხო ამბობთ ლეგიტიმაციის საკითხი არის ცალსახა. ლეგიტიმური არის ხელისუფლება, როდესაც ის ხელისუფლების სათავეში მოსულია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, რაც სამწუხაროდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა. მოქალაქეებს არ ჰქონდათ თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, ამას აღიარებს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, მაგრამ ამ პოლიტიკური ბოიკოტის პროცესის შემდეგ ჩვენ ვაღიარებთ მოცემულობას, მოცემულობაში დღეს არა მარტო ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური ძალა, ზოგადად საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, ვაღიარებთ იმ ძალაუფლებას, რასაც ფლობს და გააჩნია ქართული ოცნება, მათ შორის ვაღიარებთ ჩვენ და სამწუხაროდ 4 ოქტომბრის იმ პროვოკაციული რევოლუციური სცენარის შედეგად დაზიანებულ პოლიტიკურ ველს, როდესაც ამ პირველ რიგში დააზიანა ოპოზიცია, დააზიანა ის მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც შარშან 1 წლის წინ გაცილებით უფრო მძლავრი იყო, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში, გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა ისევ და ისევ. ანუ ერთ-ერთი მთავარი რაც შეიძლება ამ კონტექსტში იყოს, ის სახელმწიფო რესურსა ამ შემთხვევაში. რახან შესულები ხართ? უმთავრესი რაც არის, თუნდაც ამ საპარლამენტო ტრიბუნიდან მათ შორის ოცნების ამორჩეველს ველაპარაკოთ. მათ შორის ოცნების ამორჩეველი დავარწმუნოთ იმაში, რომ დღეს, რასაც მიმართავს ჩვენი ხელისუფლება, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, აგრესიული პროპაგანდის ნაწილი, მათ შორის ჩვენს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო აი ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ თქვენი გუნდის ლიდერის მხრიდანაც მანამდე ვიდრე შეხვდებით პარლამენტში, რომ გარკვეული შეცდომა იყო, რომ არ შეხვედით პარლამენტში.
რატომ იყო ეს გადაწყვეტილება? თქვენმა პარტიამ ეს ინდივიდუალურად მიიღეთ, რომ თავის დროზე არ შეხვედით და ერთი წლის შემდეგ შეხვედით, ვინმეს თან ჰქონდათ ასე ვთქვათ ოპოზიციასთან ეს საერთო შეთანხმება, თუ რატომ არ მიიღეთ ცალკე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ წინა საარჩევნოდ საუბრობდით, რომ დამოუკიდებელი პარტია იყავით, დამოუკიდებლად მოქმედებდით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ მოყევით აი ამ მაშინ გაუგებრობაში თქვენი პარტია? ხო, ანუ გაუგებრობას ვერ დავართმევთ. ჩვენ რა თქმა უნდა ცალსახად ყოველთვის ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, რომელიც 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნების მერე დაიწყო, ეს რა თქმა უნდა იყო ჩვენი ინდივიდუალური პარტიული გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვენ შეგიძლიათ შედარებისთვის საზოგადოებაც ვნახოს, ჩვენ მათ შორის, როდესაც პოლიტიკურ ბოიკოტს მიმართეთ, არ დაუთმეთ მანდატები. მათ შორის სხვა პოლიტიკურმა ძალებმა სამწუხაროდ პოლიტიკური მანდატებიც დათმეს და დღეს გვაქვს ის რეალობა, როდესაც პარლამენტში მაგრამ ამბობდით, რომ არ გამოიყენებდით ამ მანდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ბოიკოტის, ასე ვთქვათ, გზა იმ კონკრეტულ მომენტში არჩეული, მაგრამ ეს პროცესი ხო განგრძობადია ჩვენ ამის შემდეგ, ბუნებრივია იყო კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვემზადებოდით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მომავალი არჩევნებისთვის და სხვა პარტიებსაც, რა თქმა უნდა, მოუწოდებდით, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ამ მიმართულებით, პოლიტიკური პროცესებით ამ მიმართულებით დაკავებული, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს ის გზა, რაც აირჩიეს. პოლიტიკური ბოიკოტი უკვე გადაიზარდა კონსტიტუციით განსაზღვრულ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტში და შემდეგ ვნახეთ, ასე ვთქვათ, ის პროვოკაციული დამხობის სცენარები, რამაც საერთოდ პოლიტიკურ ველზე დააზიანა ეს პროცესი, ისევ და ისევ ოცნების და ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა თქვენი გადაწყვეტილება მთელი ოპოზიციისთვის აღმოჩნდა კატეგორიული მიუღებელი, მათი განცხადებებით თქვენ არ წარმოადგენთ ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში ასეთი განცხადებები და გადანაშაულებენ ღალატში. ეს რა არის? ანუ თქვენი გადაწყვეტილება, მე მესმის, რომ ცალკე პარტია ხართ, მაგრამ თავის დროზე ამ პარტიებთან ერთად მოქმედებდით, ხომ? ხელისუფლება ამბობს, რომ ბრიუსელში შეუერთდით თქვენი განცხადებებს, ხო? იმ განცხადებებსაც ხო შეუერთდით ბრიუსელში, სადაც სანქციებს ითხოვდით ამ პარტიებთან ერთად ხელისუფლების. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაავლოთ თვალყური ჩვენს განვლილ პერიოდს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანამდებობები ჩვენს პოზიციაში და ის რომ დღეს ნაცების ან მისი განაყოფი პარტიების წარმომადგენლები გამოდიან და ჩვენ გვადანაშაულებენ რაღაც პროცესების ნეგატიურ განვითარებაში, რეალურად მათ მიერ დაწყებულმა პირველ რიგში პოლიტიკურმა ბოიკოტმა, რომელიც გადაიზარდა საარჩევნო ბოიკოტში და მე რა თქმა უნდა ის რევოლუციური სცენარი, რომელიც საერთოდ აბსურდი იყო, თავიდანვე მოუწოდებდით ჩვენ მოქალაქეებსაც, მათ შორის არ ყოფილიყვნენ ამ პროვოკაციული აქტის მსხვერპლი, ამან პირიქით დააზიანა მათ შორის საარჩევნო პროცესი, თვითმმართველობის არჩევნები და უკვე შედეგები მათ შორის ათეულობით პროვოკაციის მსხვერპლი გვყავს დღეს, რომელიც სამწუხაროდ არავის არ ახსოვს და არავინ არ კითხულობს, მათ შორის ის ორგანიზატორები, რომლებიც 4 ოქტომბრამდე კამერების წინ კეკლუცობდნენ და მე 4 ოქტომბრის საღამოს საერთოდ დაიმალნენ და პასუხისმგებლობის აღების, ასე ვთქვათ, აღებას გაურბიან, მათმა ამ, ასე ვთქვათ, პროვოკაციულმა ქმედებებმა, რომელსაც თავის მხრივ ოცნების პროპაგანდამაც შეუწყო ხელი, მათ სამწუხაროდ საზოგადოების მეტი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს იმ კონტექსტში, რომ დააჯერეს 4 ოქტომბერს ისინი შეძლებდნენ, ასე ვთქვათ, რევოლუციური ცვლილებებით ხელისუფლების შეცვლას, ამან ყველაფერმა გამოიტანა ის შედეგი, რომ დღეს სამწუხაროდ ოპოზიციური სპექტრის დაზიანებულია, მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტირებულია და ვართ იმ რეალობაშიც რაშიც ვართ. გასაგებია. ჩნდება ასეთი განცდა იმის შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსრებლად მიუსაჯა თქვენს ლიდერს პატიმრობა, რომ საგამოძიებო კომისიის ხდომაზეც იმიტომ მივიდა, რომ მას ციხეში წასვლის შეეშინდა. რას უპასუხებთ აი ამ მოსაზრებებს? ნუ ღიმილის მომგვრელი აქ რა შეიძლება ითქვას, გახარია. ანუ ციხეს არ ეშინდოდა. ესე გავიგოთ? თუ არ ეშინია, რატომ არ ჩამოდის მას? გეტყვით ახლა გაგცეთ პასუხს. გახარია არაზუსტ არ გაურბოდა კითხვებს. რამდენჯერაც იყო სურვილი, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის და შესაბამისი უწყებების გამოცხადებული იყო ის შესაბამის, ასე ვთქვათ, უწყებაში,
არასდროს არ გაურბოდა. მეორედ არ ჩამოვიდა დისტანციური ჩართვა მოითხოვა. მეორე ის იმყოფებოდა ევროპაში, შესაბამისად დისტანციური პრობლემა ამ ხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავთ, არამედ საგამოძიებო კომისიაში, მათ შორის სამართლებრივად და ტექნიკურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, თუნდაც სასამართლო პროცესზე იყოს დისტანციურად ჩართული. შესაბამისად არასდროს არ გაურბოდა კითხვებს. და კითხვების გაქცევა არ არის, როდესაც თქვა არ გამოცხადდება, ეხლა სათან მასე წინასწარ პატიმრობაშია ის ახლა უკვე. წინასწარ პატიმრობა შეეფარდა მას დამოუკიდებლად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ამ კონკრეტულ საქმე დაუსწრებლად უпроსწორად დამოუკიდებლად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს საქმეები ორივე შემთხვევაში, როგორც 20 ივნისის, ასევე ჩორჩანას საქმეზე, რომელიც ჩორჩანას საქმეზე აღვნიშნა უკვე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სადაც ედავებიან ქვეყნის ტერიტორიის დაცვას, ხოლო 20 ივნისის ნაწილში ჩამოვიდეს და დაამტკიცოს, ხალხს დაუმტკიცოს ეს, რომ მართალი არის, ხო შეიძლება. დავასრულე. 20 ივნისის ნაწილში ედავებიან იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ასე ვთქვათ გადაარჩინა გადატრიალებას ამ კონკრეტულ საქმეებზე მის მიმართ არასამართლებრივი ეს არის პირდაპირ შურისძიების მოტივით აღზრული პოლიტიკური დევნა. რაც შეეხება მის ჩამოსვლა არ ჩამოსვლას, დამერწმუნდეთ ამაზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და ის საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დღეს ის ამ კონკრეტულ მოცემულობაში არ უნდა იყოს. რატო? მთელი რიგი ლიდერები არიან ციხეში და შეხედეთ. თელ რიგ ლიდერებთან მიმართებაში თქვენ შეგიძლიათ როგორც ბრალდების ნაწილში, ასევე სასჯელის ნაწილში მოტივიც შეადაროთ. როგორც სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ასევე გახარიას მიმართ, რა მოტივით არიან ისინი დაკავებული? 20 ივნისი თქვენ ვფიქრობთ, რომ უნიკალური დაშლა იყო ამ ხალხის, რომ ადამიანებმა თვალები დაკარგეს და ამაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა იყოს? 20 ივნისთან დაკავშირებით მე დღეს სამართლებრივი განხილვაში და სამართლებრივ კონტექსტში არ შევალ, ვინაიდან სასამართლო პროცესი ამ მიმართულებით დაწყებულია და არ მინდა ასე ვთქვათ ეს სასამართლო პროცესი რაღაც პოლიტიკურმა განცხადებებმა დააზიანოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სტრასბურგის სასამართლომ მათ შორის აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და იქ შესაბამისი უწყებები მათ შორის კეთილსინდისიერი პოლიციელები იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს გადატრიალებისგან. ეს ერთი. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, 20 ივნისის საქმეზე სროლის ნებართვა. რაც შეეხება სროლის ნებართვას თქვენაზე ამბობთ, მე საზოგადოებას მინდა გავახსენო ერთი კონკრეტული ასე ვთქვათ ეპიზოდი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე დაზარალებულების ადვოკატმა თავად ისაუბრა კონკრეტულ ამ შემთხვევაზე, როდესაც თვითონ დაზარალებულთა ადვოკატმა განაცხადა, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრძანება რეზინის წყობის გამოყენებაზე. რაიცის დაზარალებულმა ვინ გასცა, რაციასთან ვინ იყო და ვინ გასცა? დაზარალებულმა რაიცის თვალი რო აქვს ამოთხრილი ვინ გასცა ბრძანება? ანუ თქვენ ახლა იმ კონტექსტში საუბრობთ. არა, სამართლებრივად აბსურდი არის, რასაც თქვენ ყვებით, იმიტომ დაზარალებულმა მე რო ვიყო აქციაზე და პოლიციელმა მესროლოს, მე რა ვიცი, გახარიამ გასალთო პავლემ. დაზარალებული რო ვიყო, დაზარალებული. ფასტიშტას მხარე ვარ, საქართველოს დაზარალებულისთვის მაშინ დაზარალებულმა რაიცის რომელმა მინისტრმა გასცა თუ მინისტრის მოადგილემ რაიცის, აი თქვენ მე ვამბობ ფაქტის კონსტატაციას, რომელიც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კონკრეტული პირი ადვოკატი წარმოადგენდა დაზარალებულის მხარემ რა ფაქტი მოიყვანა, ხო? შესაბამისად, ვინ გასცა ბრძანება, როგორ იყო, რა იყო, ამას ბუნებრივად დაველოდოთ. ამაზე თავის დროზე გაეცემა ყველაფერს. მადლობა გიგაფარულავას და ნინო წილოსანი შემოგვერთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საღამოშტობის ახალგაზრდა. მადლობა რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ დღეს ევროსაბჭოს ორმა დეპუტატმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ წაიღონ მთელი რიგი კანონები, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელიც მიიღეთ. ყველა ამასთან ერთად პარასკევს ბრიუსელში იყო, ხო? ჩანიშნული ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხდომა, ეს კომიტეტის ხდომაც გაუქმდა. რას ნიშნავს ყველაფერი ეს ერთად აღებული? ვახო კიდევ ერთხელ საღამოშტობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი განსხვავება ამ ორ პერსონას, ვინც ახლა გააკეთა განცხადება თქვენ წაიკითხეთ და წინა განცხადების თუ რეზოლუციების ავტორებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ყველა მათგანი ხასიათდება მიზანმიმართული დარტყმებით საქართველოს წინააღმდეგ, ხასიათდება იმით, რომ არ აქვთ არანაირი არგუმენტები, რატომ უნდა გავაუქმოთ ეს კანონები, აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მოტივები და რაც თავია, როგორც ბატონმა კუბილიუსმა აღნიშნა, საქართველოს დააბრუნებენ ეგრეთ წოდებულ ევროპულ გზაზე, მას შემდეგ რაც აქ შეიცვლება მოცემული.
დაწესებულება და შეიცვლება ასე ვთქვათ სიტუაცია. ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ძალა მოვა კუბილიუსისა და სხვათა გადმოსახედიდან პოლიტიკური ძალა, რომელიც მისაღებია, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ბუგსდან აღარას უკრავდნენ 2012 წლამდე და შემდგომშიც არ დაუკლიათ მხარდაჭერა და ასე ვთქვათ ქვეყნიდან ქვეყანაში დაათრევდნენ მიხეილ სააკაშვილიდან მოყოლებული ადეიშვილით გაგრძელებული, ხო? ამიტომ არაფერი არ გვიკვირს, ახლა ამის ანალიზის საშუალება აქვს ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანს, ყველაფერი ხელის გულზე დევს. ხელის გულზე დევს მათ შორის თუნდაც ვთქვათ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ქალბატონმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ მოკლედ ეძებენ გზებს, როგორ დააფინანსონ არასამთავრობო სექტორი. ნუ წარმოუდგენელი სიგიჟეა, ხო? ანუ რატო ეძებენ გზებს, ან რა რაღაც ჩრდილოვანი გზების ძებნაში არიან დაკავებული, როდესაც შეუძლიათ რომ ჩვეულებრივად დააფინანსონ, უბრალოდ თქვან, რომელი ფონდი და რა თანხა მიდის რომელ ორგანიზაციაზე და რას ხმარდება ეს ყველაფერი. აი ზუსტად აქ მივდივართ პრობლემაზე, რატომ ჭირდებათ გვერდისავლა, რატომ ჭირდებათ ეს რაღაცა ჩრდილოვანი დაფინანსების წყაროები და რაღაცა სქემები და უკვე ამას აღარც ერიდებიან, ანუ იმდენად რაღაც წარმოუდგენელად აბსურდულ სიტუაციაში ვცხოვრობთ, აღარ ერიდებიან ოფიციალური ევრობიუროკრატები, რომ პირდაპირ გითხრან, რომ უხეშად აპირებენ რომ ჩაერიონ ამ ქვეყნის შიდა საქმეებში, შელახონ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, აქ ატარონ რევოლუციები და არეულობები და ამისთვის თუ ჩვენ რაღაცა ელემენტარული თავდაცვის მექანიზმი და კანონები შევიმუშავეთ, მოკლედ ყველანაირად ყველა ძალას იხმარენ რომ ამ ყველაფერს გვერდი აუარან. ამის პარალელურად ერთია რომ გვერდისავლით მოდის დაფინანსება და მე შემიძლია თავმად განვაცხადო რომ რასაც უყურებ ჩემი შეფასებით ეს არის ადამიანები რას ითხოვენ რუსაულზე ვინც დგანან რამდენიმე ათეული ადამიანი ან დადიან რაღაცა სექტასავით ხო ანუ ვერანაირ რაღაც კონკრეტულ მოთხოვნას თქვენ ვერ დააფორმირებთ ლეგიტიმურ და ობიექტურ მოთხოვნას ხო ნუ რა თქმა უნდა ესეთივე წარმატებით შეუძლიათ გამოვიდნენ და მოითხოვონ რომ თქვათ გაუპატიურებაში ბრალდებული ადამიანები გაანთავისუფლეთ ან გაანთავისუფლეთ ყაჩაღები ან გაანთავისუფლეთ ესად ეს ანუ ხო ბრალდებული და დამნაშავე ადამიანის გათავისუფლებას რო ითხოვ და პოლიტპატიმარს უწოდებ ადამიანს, ვინც ხო ნახეთ ახლა იმის მაცივარს და ტელევიზორს რომ მოეზიდებოდა, ახლა ძალიან საყვარელი ადამიანები იყვნენ ეს ერთი შეხედვით, მაგრამ ნუ ახლა ის რომ სინდისის პატიმარი არ არის და იქ რომ მინიმუმ და შეგრცხვეს რომ იმას სინდისის პატიმარი უწოდო და გმირად გამოაცხადო, ნუ ხო არის რაღაცა შეფასებითი კატეგორიები, ხო? აი ესეთ აბსურდში არიან გადავარდნილი, მაგრამ ეს ადამიანები ფაქტიურად დგანან და ყვირიან და დეკლარირებენ ამ ყველაფერს და რაღაც იწონებენ თავს, აწონებენ მათ თავს იმისთვის რომ მიიღონ დაფინანსება. ანუ ხელფასისთვის დგანან ადამიანები, რომლებიც დაჩვეული ყავდათ, აი ეს წვეთოვანივით უხდიდნენ ყოველთვიურად აწლეულების მანძილზე თანხას იმისთვის რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ებრძოლათ და ეს მავნებელობები ეკეთებინათ. კიდევ ერთია ამბავი რომელიც თქვა 2 დღის წინ გახდა ცნობილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება რომ უნდა შევიდეს საარჩევნო კანონში ცვლილებები უცხოეთში და უნდა ჩამობრძანენ ჩვენ თანამოქალაქეები და საკუთარ ქვეყანაში უნდა მისცენ ხმა ამა თუ იმ პარტიას ეს თემა აღმოჩნდა ხმაურიანი თქვენი ოპონენტების მხრიდან. რატომ მე სხვათა შორის პრემიერ-მინისტრთანაც მქონდა 2 დღის წინ ინტერვიუ და მან განმარტა რატომაც შეიძლება რომ არ მოხდეს რაღაცა გავლენა და ჩარევა. რამდენად იქნება ეს პრევენცია იმისთვის და რა სურათს მივიღებთ აი საბოლოოდ როგორ გონიათ რომ რამდენად მოახერხებენ ჩვენ თანამემამულეები საქართველოში ჩამოსვლას. ვახო დავიწყებ იმით რომ მართლა არ მეგულება ემიგრანტი რომელიც იტყვის რომ საკუთარი ქვეყნის მომავლის გადასაწყვეტად უარს ამბობს საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლაზე და ამისგან რაღაცა დისტანცირდება ხო ანუ მე მესმის რომ შეიძლება ეს რაღაც გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს ხარჯები ხშირ შემთხვევაში ისედაც უწევდათ, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ქართველი ემიგრანტები არიან, ყველა ქალაქში არ არის გახსნილი, რა თქმა უნდა, უბანი და რაღაც კუთხით ანუ გადაადგილება მაინც. ჩემი ოჯახის წევრები არიან და ვიცი. მათ შორის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხო იმხელა დისტანცია არის, რომ რაღა საარჩევნო უბანთან მისულ ხარ იქ გახსნილთან და რაღა თქვათ გერმანიიდან საქართველოს ჩამოფრენილ ხარ. მესმის რომ რაღაც გარკვეულ შეიძლება რაღაც დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ემიგრანტები, ის ადამიანები, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და უნდა რაც თავარი იყურათ, ერთია სიყვარული და რა თქმა უნდა, ეჭვი არ მიპარება, რომ ყოველს უყვარს, მაგრამ უნდა რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში.
რომ ეს ადამიანები იტყვიან, რომ იცი რა, მე არ მინდა ჩემ ქვეყანაში ჩამოსვლა იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ბედი გადავწყვიტო. ეს ერთი. მეორე, ჩვენ არ მოგვიგონებია ახალი ველოსიპედი. ეს არის მიღებული პრაქტიკა, მაგალითად ისრაელის შემთხვევაში და არ ვიცი ხარ რა შეიძლება დაუწუნოთ ისრაელს საუკეთესო უსაფრთხოების და ესე თავდაცვის სისტემები აქვს, არა მხოლოდ სამხედრო, მათ შორის თუნდაც საარჩევნო. ევროკავშირის ქვეყანა მალტა. მალტა, ირლანდია, ანუ არის სხვა ხქვეყნები, მათ შორის მაგალითად ჩეხეთს აქვს ევროპარლამენტის არჩევის დროს. ანუ სხვადასხვა ვერსიები ყველა ქვეყანას აქვს, რაღაცა სხვადასხვა შეზღუდვები. ეხლა სუფთა ისეთ მოდელი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და დაინიცირებული არის ისრაელი და ირლანდია და თუნდაც მალტა გვახსენდება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების мотиваციაც იყო, რომ ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი არის ემიგრაციის ხარისხი და ბევრი მოქალაქე ქვეყნიდან არის გასული, ვერ და შეიძლება და ბუნებრივიც არის, რომ არ ფლობს სათანდო ინფორმაციას და რეალურად არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც ქვეყნის შიგნით ხდება. რა თქმა უნდა, არის უამრავი საშუალება, რომ მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაციაც არ არის რეალობა, ხო? ანუ რეალობა არის, როდესაც აქ ცხოვრობ, უყურებ, იცი, განიცდი, ესაუბრები ადამიანებს, ვინც ყოველდღიურ ჩართულობაში არის. და რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცა მედია და საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტო შენი ქვეყნის ბედი და ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მაგალითად ეხლა თქვათ რაღაც ემიგრანტების რაღაც ნაწილი ხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას, ხო? აი, ნომერ პირველი კითხვა რაც მებადებოდა გავიგე რომ შენი რაღაცა პირადი პრობლემებიდან რაღაცა შენი გადაწყვეტილებით სხვა ქვეყანას შეაფარე თავი და იქ შესაძლოა რაღაც ცოტათი უკეთ გაიმჯობესე პირობები, ხო? გასაგებია, მისაღებია და პირიქით ანუ პატივს ვცემ ამ რაღაც არჩევანს. მაგრამ მშვიდობიან ქვეყანაში რო ხარ, ევროპაში რო ხარ, ამერიკაში რო ხარ და ამ ქვეყანაში მხარს უჭერ არეულობას და ომში ჩართვის პერსპექტივას, ნუ მე არ ვიცი ხა რაში შეიძლება ჯდებოდეს თუ არა იმაში, რომ რაღაცა ნარატივებმა აურიეს გონება ადამიანებს და აჯერებენ რომ თურმე ნაციონალურობის დროს იყო რაღაცა ნათელი და ეხლა გვაქვს ბნელი. მოკლედ იმისთვის რომ ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქეებმა ვისაც სურს რომ თავისი აქტიური საარჩევნო უფლება გამოიყენოს, ნამდვილად მე ვფიქრობ რომ სამართლიანი არის რომ მინიმუმ საკუთარ ქვეყანაში ჩამოვიდეს და ის რეალობა ნახოს, რასაც მხარი უნდა დაუჭიროს. ასევე ქალბატონ ნინო, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ითქვა რომ ეს არის პირდაპირ რუსეთიდან დავალება რომ ეს დროებითი ადმინისტრაცია გაუქმდეს. აქ თქვენი პასუხი რა არის? ნუ მე ვფიქრობ რომ ეს ის თემა არის, სადაც არათუ ყველაზე სუსტად არიან, არამედ დამნაშავეები არიან პირდაპირ ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლოა ბევრი გვეკითხებოდეს, რომ უფრო ადრე რატომ არ მოხდა ამ ყოველფრის გაკეთება, თუმცა ამაზე ნამდვილად არის ობიექტური ახსნა და პასუხი, რომ ყველა გამოწვევას რაღაც თავის დროზე უნდა გვეპასუხა და ალბათ არავის გაგვიკვირდება, რომ აი უახლოეს 4 ოქტომბრამდეც კი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების და მათ შორის სამართალდამცავი და საპარლამენტო ყველა ძალები მობილიზებული იყო, რომ ის დიდი რაღაცა გამოწვევა დაგვეძლია, რაც იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა, რომელსაც სხვათა შორის თვეებია გვიანონსებენ და მათ შორის ესე ღიად აცხადებენ, რომ აპირებდნენ ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ჩამოგდებას, ხო? თუმცა მშვიდად და საყვარლად აპირებდნენ თურმე ამ ყოველფრის გაკეთებას. სხვათა შორის ზუსტად ესე მშვიდობიანად შეიჭრენ ვარდებით 2003 წელს, ამიტომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. თუნდაც მშვიდობიან რევოლუციას რომ ამბობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სხვადასხვა ფორმით შეიძლება არა რაღაცა ხალხის დახოცვით მოეხდინათ რევოლუცია. თავად რევოლუციაში არის პრობლემა და გადატრიალებაში და დამხობაშია პრობლემა, თორე ამას რა ფორმებით გააკეთებ და როგორ იძალადებ ადამიანების ფსიქიკაზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ თუ დაუბრუნდებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ოლქის გაუქმებას, ეს იყო უდიდესი დანაშაული, როდესაც გამსახურდიას მთავრობის დროს გაუქმებული საბჭოთა ასე ვთქვათ ოლქი და აი ეს ტერიტორიული ერთეული მოწყობა გადაიქცა მუნიციპალიტეტებად, რომელიც ჩვეულებრივად საქართველოს მოწყობაში კონსტიტუციურად ეწერებოდა, მაგრამ როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ოლქი, რა თქმა უნდა, ამით
საფუძველი ჩაუდო ბევრ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას. მათ შორის ეს დეტალურად იყო განხილული საგამოძიებო კომისიას და ეს ყველაფერი არ მოგვიტანია რაღაცა ჩვენი შეგრძნებებით ან ჩვენი შეფასებებით ან რაღაცა ჰაერით. იგივე ახალგორიო პრემიერმა თქვა რომ ახალგორის ჩართვა აი ამ პროცესებში და შემდეგ წაიღეს ოკუპანტებმა. თავისთავად, ამას ხო ისინი არაფერს არ აკეთებდნენ შემთხვევით, ხო ძალიან კარგად ვიცით. მათ შორის წარმოიდგინეთ პრეზიდენტს არჩევნები ჩაატარეს. და ამითი კიდევ ერთი რაღაცა ისეთი ლეგიტიმაცია მისცეს აი ამ ოკუპაციის მომენტს, ხო და ფაქტს. ამიტომ, როდესაც ვინმეს უჩდება სურვილი, რომ უწოდოს პრორუსი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე აკეთებდა რუსულ საქმეს. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ოლქის შექმნაც, იქ არჩევნების ჩატარებაც, მე 2008 წლის ომი და ის პროვოკაცია და ამ ყველაფერში ჩართვა, ყოლა და ის პროცესები რაც განვითარდა, ეს პირდაპირ დანაშაული არის საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ. და შეტანილი გაქვთ პრინციპში სარჩელი ამ პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ისინი ამბობენ, რომ გაუქმდება, არ გაუქმდება, რა აზრი აქვს. ეს ფორმალობა მაინც არჩევნებში ასე არ მივიღებთ მონაწილეობასო და ფიქრობენ, რომ თქვენ არჩევნებით ვერ ცვლიან ისინი ხელისუფლებას და რაღაცა ფორმით მაინც მოხდება ხელისუფლების შეცვლა. ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ასეთი იყო, თუმცა ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამბობდნენ, რომ არ ჩავერთვებით ამ განხილვაში, მაგრამ ერთვებიან. ყველაფერი ეს, აი, როგორ ფიქრობთ, მოხერხდება ქვეყანაში თუ ამდენი პარტია აიგზალება, აი, ვინ იქნება თქვენი კონკურენტი მე? ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმე საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ნერვიულობდეს იმაზე, ნაციონალური მოძრაობა თუ აიგრძალა, რა გვეშველება. გვეშველება ის, რომ რეალურად გასუფთავდება პოლიტიკური ველი, რეალურად რო ვთქვათ, შესაძლოა, ეხლა არ დავასახელებ კონკრეტულ პარტიებს, მაგრამ აპრიორი იმ პატარა პარტიებს შესაძლოა თავშივე შექმნიდან არ ქონდათ რაღაც გადაწყვეტილი, რომ აუცილებლად აი ამ ბოროტ ნაცურ ნარატივში უნდა ჩამჯდარიყვნენ, მაგრამ ეს იმდენად ტოქსიური პოლიტიკური ძალა არის, რომელიც ფაქტიურად რყნის ყველაფერს აბსოლუტურად და მათ შორის პატარა პარტიებსაც ძალაუნებურად უწევთ, რომ ამ მავნებლურ ნარატივში მიიღოთ მონაწილეობა. აი, წინა თქვენი რესპონდენტი იყო გახარიას პარტიიდან. ანუ ადამიანი თავს იმართლებს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ჩვენ არც მაგ აზრს ვედავებით, რა თქმა უნდა, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად ნაცურ ნარატივში არიან ჩამჯდარი, რომ ის თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, 4 ოქტომბერი რა იყო? ანუ იქამდე საპარლამენტო არჩევნების დროს რა იყო? 28 ნოემბერს დაწყებული აქციები რა იყო? ანუ იმდენად საკუთარ თავთან არიან დისონანსში და იმდენად რაღაც აი ამ გიჟურ ნარატივში არიან ნაცურში ჩამჯდარი, რომ თურმე რაც გახარიას პერიოდამდე ხდებოდა ის სახელმწიფო გადატრიალება იყო, ხოლო მერე რაც ხდებოდა თურმე ეს იყო ვარდებით და პეპლებით მოცული პერიოდი. ხო, აი ესეთ აბსურდში არიან გადასული. თუმცა იმას უპასუხებ, რომ ერთია რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო და ამაზე არავინ არ ვდაუთ. მაგრამ ამ სახელმწიფო გადატრიალებას სამართალდამცავ უწყებები როგორ პასუხობს და მათ შორის როგორი მაღალი სტანდარტით უპასუხა ყველა ეს წინა პერიოდი და გახარიას შემდგომი პერიოდი, ალბათ ყველა ძალიან კარგად ხედავდით. აქ არის საუბარი, ეს იყო მიზანმიმართული, რომ იქ ადამიანები დაშავებულიყვნენ, თუ ეს იყო თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თუ არაკომპეტენტურობა, თუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რასაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება და ყოველ შემთხვევაში ის პროცესი, რაც დაწყებულია, გასცემს პასუხს. ხალბატონ ნინო, არც ხრება, ვთქვათ, რაღაცა ნაწილის, ვთქვათ, სამოქალაქო სექტორის ოპონენტების იგხილთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა განმარტება მოისმინა საზოგადოებამ, რომ ვერ გასაჯაროვდება ეს კომერციული, ვთქვათ, ხელშეკრულება, რომ თავის დროზე ლელოს ლიდერები, როცა ანაკლიის სპორტში იყვნენ ჩართულები, თავად მოითხოვეს იმ ნაწილში, რომ არ უნდა გასაიდუმლოებული იყო ეს ხელშეკრულება, ახლა ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაასაჯაროო. რა ხდება რეალურად, რატომ არის ამხელა ხმაური ამ პროექტზე? მე გეტყვით რა ხდება, ამ ყველაფერზე საუბრობს და თემა აწია და რაღაცნაირად შეეცადა, რომ დაეზიანებინა ოპოზიციამ. ოპოზიციურად და პარტიულ რუპორად გადაქცეულმა ტელევიზიებმა და მათმა ჟურნალისტებმა შემდეგ გამოვიდა, რომ ანუ თქვენ სხვები, სხვა ჟურნალისტებიც ანუ რაღაცნაირად აი ამ ნარატივში ჩაებით, მერე გამოვიდა, რომ ჩვენც ახლა თუ ვიღაცას უჩდება კითხვა და ვაიდა გაუჩნდეს კითხვა, ანუ ჩვენც რაღაცა დოზით უნდა ვუპასუხოთ. აქ კითხვები საერთოდ არ არსებობს. ანუ არის უზომოდ პოზიტიური კონტრაქტი, უზომოდ პოზიტიური ინვესტიცია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და არა მხოლოდ, ანუ ერთ-ერთი გამორჩეული საინვესტიციო პროექტი არის
რომელსაც ყველანაირი სკრინინგი აქვს გავლილი სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე. კონტრაქტი არის, რა თქმა უნდა, ბოლომდე ნამუშევარი მხარესთან და ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი პირობებით, ვიდრე შეიძლება იგივე Eagle Hills-ის თუ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს სხვა ქვეყნებში გაუკეთებიათ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რა პირობებიც აქ არის ჩაწერილი, სხვა შემდგომ პროექტებში სხვა ქვეყნებმა არ გამოიყენონ თავად Eagle Hills-ის წინააღმდეგ, რომ თქვა საქართველოსთან დაკავშირებით, თურმე ეს პირობა გაქვს ჩადებული და მოდი მე ამაზე ნაკლები არ მომცე. ანუ ეს ყველაფერი ხო არის ჩვეულებრივად კომერციული საიდუმლოება, რაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, ანუ ელემენტარულად ბიზნეს ურთიერთობებშიც ჩვეულია და მე მგონი ეს არავის არ უკვირს, მათ შორის ჩემს ირგვლივ იქნება იმ ხალხის ირგვლივისაც, ვისთანაც მე ვკონტაქტობ სოციალურ ქსელებში, ვინც კი მინახავს უამრავ ახალგაზრდას ხვდები, ქალებს ხვდები, სხვა ჯგუფებს ხვდები. არაბების შემოსევა იქნებაო, ეს ამოიწურა ეს საკითხით. მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი, მათ შორის რა თქმა უნდა ყველა ელოდება, რომ დასაქმების ადგილები შეიქმნება, ყველა ელოდება, რომ არა მხოლოდ მშენებლობასთან, არამედ სერვისის სხვა სფეროებთან დაკავშირებული მომსახურების ბიზნესები და სხვადასხვა კომპანიები იხეირებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილი და უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცებს არ უხარიათ, გულწრფელად ვთქვათ, და განსაკუთრებით არ უხარიათ მათ, ვინც მაგალითად ანაკლიის პროექტი ჩააგდეს. ვინც დააპაუზეს ამ ქვეყნის ლოჯისტიკური ჰაბის განსაკუთრებული ფუნქცია. არ უხარიათ მათ, ვინც თავის დროზე საკუთარი ესე იგი კონტრაქტი გრიფით საიდუმლოდ ანაკლიის კონტრაქტზე გულისხმობ და მოითხოვეს, რომ ეს ყოფილიყო გასაიდუმლოებული და მათ შორის ჩაგვადებინეს ანაკლიის პროექტის პორტის თემა კონსტიტუციაშიც კი წარმოედგინათ, როგორ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გავლენებზე იყო საუბარი, რომ მაშინ ესე იგი რა უნდა ანაკლიის პორტს ზოგადად და თემას კონსტიტუციაში, ხო? ну გარდამავალდებულებებში, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. მოკლედ, აი ასეთი ადამიანები, ვისაც თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი აქვს, ასე ვთქვათ, მიქარული და ბევრი აქვს რაღაცა დასამალი და მისაჩქმალი, ალბათ ყველაზე ხმამაღალი ეპითეტებით და ხმამაღალი გამოსვლებით გამოდიან ამ პროექტის წინააღმდეგ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ პროექტის, ჩვენი პოლიტიკის და ზოგადად საქართველოს კურსის სწორად შემფასებელი გაცილებით მეტი ადამიანია, ამიტომ შეგვიძლია რომ 7 ვიყოთ და რაც თავარია, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ხო? ანუ რა უჩენს ქართულ ხალხს და ჩვენს ამორჩეულს და ჩვენს მხარდამჭერს ნდობას. გასაგებია რომ რაღაცა გიჟური ცუნამის ეფექტით რაღაცა იდეას და მავნებლობას ააგორებენ, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ყველა ხედავს და რწმუნდება, რომ აღნიშნული თემა, რომელიც ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, პოლიტიკის ეს ნაბიჯი გადავწყვიტეთ, ასე შემდეგ იყო გამართლებული და ეს ნდობა არის, რომელიც ნამდვილად დიდი უპირატესობა არის, რაც ჩვენ გვაქვს. მადლობა რომ ხვდით. მადლობა ასე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დინო წილოსას უსმენდით, ორშაბათ შეხვდებით, დახვდებით.